Am წუთებში თბილისში ჭიათურელი მაღაროების მორგი საპროტესტო აქცია ამჯერად ჯანდაცვის სამინისტროსთან იმართება. Როგორც ცნობილია, მათი ძირითადი მოთხოვნა ხელფასებს ეხება, ასევე მაღაროელების მოთხოვნაა, რომ სამმხრივი კომისიის ფარგლებში ჭიათურელი მაღაროებიც ჩაერთონ და მაღაროელების წარმომადგენელთა ჯგუფიც იყოს. იქამდე კი, როგორც ცნობილია, ჭიათურაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის აუცილებლობასაც. ანკო ჯოხაძე, ჩვენი რეპორტიორი იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროსთან და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ანუკა, როგორი არის მაღაროელების მოთხოვნა, რა შეფასებები მოისმინე შენ დღევანდელ აქციაზე? მოგესალმები და გისმენთ. Როცა ჭიათურის მაღაროელები, როგორც ცნობილია, პროტესტის 29 დღეს შეიკრიბნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათი ძირითადი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, ეხება სამმხრივი კომისიის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაკეთებული იყო განცხადებები, იყო კონკრეტული დათქმები, რომელთან დაკავშირებითაც კომპანია CMC-სთან მსჯელობა მოხდება, მათ შორისაა მაღაროების დახურვის გადაწყვეტილების გადახედვა და ასევე იანვრის ხელფასების 60%-ის ჩარიცხვა. მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიას დასაქმებულების მიმართ არა ერთი თვის, არამედ 3 თვის ვალდებულება აქვს, ამას ემატება საბანკო ვალდებულებებიც, რა ნაწილშიც მაღაროში დასაქმებულები სამინისტროს ხმედითი ნაბიჯების გადადგმას თხოვენ. ამასთან მოთხოვნებს შორისაა მათ შორის სამმხრივი კომისიიდან პროფკავშირების წარმომადგენლების ჩახსნა და მათი ჩანაცვლება უშუალოდ მაღაროს თანამშრომლებით, რადგან ისინი ამბობენ, რომ თანამშრომლები უნდობლობას უცხადებენ პროფკავშირების წარმომადგენლებს. პეტრიაშვილი პროფკავშირი, რომელსაც სრულ უნდობლობას უცხადებს სრულიად დასაქმებულები ჭიათურაში და მთლიანად ჭიათურა, სამმხრივ კომისიაში ჯერ ისევ მოიაზრება, სატყუარად შეიტანა ის, რომ ერთი თვის 60%-ის სახელფასო ვალდებულებას აიღებს ბანკიდან, ანუ სესხს აიღებს, ეცდება, იმუშავებს ბანკთან, რომ ერთი თვის ხელფასი აიღოს სესხად და შემდეგ დაურიგოს დასაქმებულებს. ეს არის ძალიან ცინიკური, პირველ რიგში, იმიტომ რომ აქ არის საბანკო ვალდებულებები, რომელიც გააჩნია ყველა დაზარალებულს ჭიათურაში და ამ ერთი თვის ხელფასს უცებ ჩაყლაპავს ბანკები, არაფერი არ შეეხება. მეორეც ის, რომ უკვე 3 თვია რაც უხელფასოდ არის ჭიათურა და შიმშილის ზღვარზეა, 3620 ოჯახი არ აძლევს ლეგიტიმაციას პეტრიაშვილს ისაუბროს მათი სახელით. სადმე გინდ სამმხრივი კომისია იყოს, გინ სადაც არ უნდა იყოს. თავის პრობლემებზე უნდა ისაუბროს ჭიათურამ და სამმხრივ კომისიაში არა პეტრიაშვილი უნდა იყოს ჭიათურლები თვითონ ჩართული, რადგან ჩვენ პრობლემებზე ვისაუბრებთ. ჩვენ უფრო თვალნათლივი ვიდრე პეტრიაშვილი. ამ დათქმებს, რაც შესთავაზა დღესდღეობით პეტრიაშვილის პროფკავშირმა, რომ თითქოს და ერთი თვის ხელფასს გადაიხდის, კარგად შევახსენებ კიდევ, რომ კომპანიას აქვს 3 თვის დავალიანება მოსახლეობის და ერთი თვის ხელფასი, რომელსაც ეგ იძახის და თანაც 60%-ს ბანკები წაიღებს. ადამიანები, რომლებიც არიან კრიზისში, არსებობს ჰუმანიტარული კრიზისი, არსებობს ჭიათურაში დღესდღეობით, ეკონომიკური კოლაფსი არსებობს ჭიათურაში, რადგან ხალხს ფული აღარ აქვს, რომლებიც მუშაობდნენ და დღესდღეობით დარჩენ მშივრები. მოთხოვნებს შორის ისევ რჩება მაღაროს მართვის საკითხის სახელმწიფოსთვის გადაცემის მოთხოვნაც, არადა როგორც ცნობილია 2017 წლიდან აღნიშნულ მაღაროში სპეცმმართველია დანიშნული სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მართვის საკითხებს კურირებს და უშუალოდ ამ მიმართულებით გადაწყვეტილებებსაც იღებს, თუმცა მაღაროში დასაქმებულები ამბობენ, რომ მისი საქმიანობა არაეფექტიანია და მისი მხრიდან ამ დროის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. მაღაროელების მოთხოვნაა, რომ პროცესებიდან სრულად იყოს ჩახსნილი CMC და ჯორჯიან მანგანეზი და საქმიანობა გადაიბაროს სრულად სახელმწიფო. 2017 წლიდან ეკოლოგიურ საკითხებში და ზოგადად სხვადასხვა საკითხებში სპეციალური მმართველი შემოვიდა ჭიათურაში, თუმცა არანაირ გარკვეული შედეგი და უკეთესობისკენ შედეგი არ დადებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის ეფექტური. ეს ოფიციალურად არსებობს ეს ორგანო და ეს ადამიანი უბრალოდ არ აკეთებს რამე სასიკეთოს, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ქმედუნარიანობას სახელმწიფო ჩართულობისას და არა
იყოს ბუტაფორულად ვინმე და რომელიც არ აკეთებს არაფერს. ამიტომ ვალდებულებას ვაკისრებ, თუ უნდა ჭიათურის გადარჩენა, უნდა ჭიათურის და თან მაღაროები იყოს მომგებიანი და წარმატებული. ის კორუფციული გარიგებები, რაც ხდება მაღაროებში და მაღაროების სისტემაში, არის გამოსაძიებელი. ჯორჯიან მანგანეზის საქმე არის გამოსაძიებელი და გადასახედი. სწორად, ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში აუცილებლად დადგება ჯორჯიან მანგანეზის საქართველოსდან გაშვების საკითხს. როგორც ცნობილია, დღეს მაღაროელების პროტესტის 29 დღეა. 24 მარტიდან მაღაროელების პროტესტმა ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა და 3500-ზე მეტი დასაქმებულის მთავარი მოთხოვნა კუთვნილის 3 თვის სახელმწიფო დავალიანების დარიცხვა, ასევე მაღაროელების მართვიდან ჯორჯიან მანგანეზის გასვლა და კომპანიის მართვაში. სახელმწიფოს შესვლა, როგორც ადგილზე პროტესტის მონაწილეები ანონსებენ, ხვალმურიგი მასშტაბური აქცია უკვე ჭიათურაშია ჩანიშნული. მადლობა ანუკა, ეს ანუკა ჯოხაძე იყო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან მაღაროელების მორიგი მიმდინარე საპროტესტო აქციიდან საუბრობდა.